ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. მონადირობს, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარ-ჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველა სპარტივის ცემით, შემოგთავაზებთ ასე ვთქვათ, ცოტა განსხვავებულ ამპლუაში ამ გადაცემას. ვიტყვი იმას, რომ მონადირეების უმრავლესობა შეკრებილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მიმდინარეობს გამწვანებაში მონაწილეობის მიღება. ბაბუ მთელი მონადირეები მთელი საქართველოს მასშტაბით, ხო? როგორც ხდება? ხო, არაფერი მეშლება? არა, არაფერი არ გიშლება. რა ხდება? რამ შეკრიბათ ეს ამდენი მონადირეები? ბიჭო, რავი, ცაცაკი ხო ვართ ისე რა, ამდენი ხანია, 30 წელია ცაცაკი ვართ, ხო და მეთქი რავის ბევრი კლუბი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გაერთიანება და ერთად ყოფნა ჯობია ყველაფერს, ხო და დავთქვით ერთი კარგი დღე, ხო და აგერ კლუბის წევრებიც, არა კლუბის წევრებიც, ისე მონადირეებიც მთელ საქართველოს მასშტაბით დავთქვით დღევანდელი დღე, ხო და ჩვენ წილად გვერგო ეს ლოკაცია აქედან დამაკავშირებელი არის, ჩვენ სიმბოლურად ავარჩიეთ ეს ადგილი, ანუ თაწმინდიდან იწყება და მე სოლოლაკი, ვერა, ვაკე, ბაგები, ეს ბილიკი აერთიანებს ყველაფერს, ხო და ამ ერთიანობის თემაში მთლიანად ერთობის საქმე გავაერთიანეთ მოკლედ რა, ხო და ეს ისეთი საქმე კეთდება ბაბუ, რომ ეხა ყველაფერი გვეპატიება? ბატონო, ხო და მოკლედ რავი, ოჯახებით არიან. ეხა სულ ყველა ვერ მოვიდონეთ ეხა. დღეს აქ დაახლოებით 200 რაღაც რაოდენობა ენერგი ირგება. აჭარამ დაიწყო უკვე, მოკითხვა აჭარას, მე ციცოცხლე. მოვიკითხავთ აქედან ჩვენს მონადირე მეგობრებს, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ყველა კუთხიდან ამ ერთიანობას გამომარჯოს და 26 აპრილით დაწესდა დღეთ მონადირეთა გაერთიანების აჭარის მონადირეთა ფედერაცია მაჭახელას შეუერთდა ამ აქციას და ესე ჩვენ ოჯახებით შევიკრიბეთ და დღეს ეს გამეჩხერებული ტყეები, სადაც არის სატყეოც ჩვენთან ერთადაა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გამგეობა და ყველანი შევიკრიბეთ და რამოდენიმე ასეული ენერგი შევმატეთ კიდო ამ ლამაზ ბუნებას. მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით მონადირეებს, ბუნების მოყვარულებს, რომ ხშირად ესე მოაწყოთ მსგავსი შეკრებები, დარგოთ თვითოძირი ხე. ვიყვარს ბუნება, ტყეში ნადირობთ, მხოლოდ და მხოლოდ სანადიროთ არ უნდა გამოვიყენებდეთ. ეს უნდა ვლიდეთ, უნდა ვიყოთ ის დარაჯები, ანუ ასე რომ ვთქვათ. ხო და ყველას მოგიწოდებთ, რომ ესე თვითო ძირი ხე, არა დიდი არსებით მნიშვნელობა ახლა რაღაცა სასწაულჯიშებს თუ არ დავიპყრობთ, ის საშუალება გვექნება. ხო და გურია, მეცხე ჯავახეთი, კახეთი, რა სულეთ საქართველო რა. ხო და ეს გაგრძელდება სულ, შემოდგომითაც გაგრძელდება. მე ისევ გაზაფხულზე და გადაწყვეტილება ესეთი გვაქვს, სურვილი გვაქვს უпроსორად ესეთი, რომ ეს ბილიკი გადავაქციოთ ხეივნად. აქეთ იქიდან სულ მთელ სიგრძეზე დაირგვება ხეები და იქნება ხეივანივით რა. სახელი ხო არ არის მოფიქრებული? რა მონადირეთა ხეივანი რა. მონადირეთა ხეივანი, მე მომწონს. მიხარია რომ დღეს ჩემს მეგობრებთან, მონადირეებთან და შვილებთან ერთად ქალაქის გამწვანების ღონისძიებაში ვღებულობ მონაწილეობას. არ არის აუცილებელი იყო მერიაში ან მუშაობდე მერიაში, საკუთარ გარემოზე, საკუთარ ქალაქზე ზრუნვა თითეული ჩვენი თანამოქალაქის ვალია, ამიტომ ყველამ ჩვენი წილი ხე უნდა დავრგოთ და
ამით გავაჯანსაღოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი საცხოვრებელი გარემო. სწორედ ამიტომ მოვედით ჩემ შვილებთან ერთად, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა საკუთარი ჯანსაღი მომავლის შექმნაში და თან ისწავლონ როგორ ირგვება ხეები და როგორ მწვანდება ქალაქი. ჩვენი ლეგიონის წევრი ხარ. ხედავ შვილებთან ერთად ხარ მოსული. გამწვანებაში აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ესე იგი ოჯახის ფაქტიურად ნაწილობრივ სრული შემადგენლობით. მე როგორც ვიცი, კიდევ საქართველოს მასშტაბით ამ აქციას ბევრი მსურველი შემოუერთდა და სხვადასხვა რეგიონებშიც მონადირეები იღებენ მონაწილეობას და თავის შერჩეულ ტერიტორიებზე და რეგიონებში რგავენ ხეებს. რაშო მოიცა მანდ კაკალი უნდა დავუყოთ სხვა. ამა შეხედე პარაპლანი დავსვით, ბიჭო, პარაპლანი დავსვით. სიდა დავსვით მიწაზე ქართულ სუფრაზეს, მო. დავით ფარჯიანი. ენა ცოლე ძმო, ოქროკაც. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Joe. ერთადერთი და იშვიათი ალბათ მსოფლიოში, სადაც ესეთი სახელწოდებით იყოს მთები და ეს გვაქვს ჩვენ თბილისს, ჩვენ ქალაქს. ეს მთა არის სავიზიტო ბარათი ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის. ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ამიტომაც არის რომ აქ არის ფუნიკულიური, არის საბაგირო გზა და მთაწმინდის პარკი. ჩვენ ვართ ახლა მთაწმინდაზე, ამას ქვია თბილისის მთაწმინდის ურბანული დღე. და ეს შეიქმნა არ არის დიდი ხანი და რომელიც მოიცავს დაახლოებით კუსტეპიდან იქიდან ჩამოდის სოლოლაკამდე. რამდენიმე წლის უკან ქონდა ჩვენ ეს იდეა რომ ამ თას ამ ადგილს უნდა და შველა. ეს ნიკო ნიკოლაძის და ჩვენი დიდი ქართული ხალხის შექმნილი არის. აქ იყო ხრიოკი. ხრიოკი იყო, მაგრამ საინტერესო ადგილი იყო მონადირეებისთვის. მოდი ისიც ვთქვა. არა, მოდი, მაგრამ მაგაზე გადმოვართ. აქედან იწყებოდა ნადირობაც და ყველაფერი, მაგრამ თბილისი იხჩობოდა სიცხით და იყო შეუხედავი ეს ადგილი და დაიწყო მისი განაშენიანება ორჯერ. და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხეები, განსაკუთრებით ფიჭვი და შეიქმნა ეს ადგილი და ვფიქრობთ რომ ესეთი რამე არის იშვიათი ქალაქისთვის და რა დრო გადის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მაგრამ 90-იანებიდან ეთყობა ან ბიუჯეტი არ იყო, არავის ეცალა და ხალხია ჩვენ ვართ დამნაშავე მაგაში. პრაქტიკულად იყო არავინ ყურადღებას არ აქცევდა. მინემდე აქ იყო გასაწყავება. ყვრიდან იქაჩებოდა წყალი, ბასეინები, წყალშემკრები, საიდანაც იტყვებოდა ეს ადგილები, იმიტომ რომ ეს არის კლდოვანი. ტერიტორია ცხელი და ყველანაირად ძიმე ფრინველები იქნება, ცხოველები იქნება თუ მცენარეებისთვის რა. და მაგრამ 90-იანის შემდეგ ეგ სისტემა მოიშალა, ეს ნაცროსები არის სად არის, რა არის და საერთოდ აღარ დარჩა. და მაწუხებდა მეც და ბევრ ქალაქელს ჩვენ ხალხს ამის მდგომარეობა, იმიტომ რომ ხმებოდა განსაკუთრებით ფიჭვები, რომელსაც თავისი როლი შეასრულა, მაგრამ თუ იმას შენ სათანადო მკურნალობას არ უწევა რა, ის მალე კვდება. მაგას 50 წლიდან აქვს 70-100 წლის სიცოცხლე ესეთ პირობებში. თანაც ეს მცენარეები, ფიჭვები როცა ირგვება ინტენსიურად, დიდი რაოდენობით. მის შემდეგ უნდა მოხდეს მისი სანიტარული ჭრები, გამოხშირვა და ასე შემდეგ, რომელიც აღარ კეთებოდა და ამან თავისი კვალი დაამჩნია და ამიტომაც დაავადა ეს ხეები და წავიდა ხმობისკენ. ნუ საშველი უნდა გვენახა და საშველი აღმოჩნდა ბატონი ბიზინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ორი სიტყვა თქვით ჩვენ და არც უაჭრია, არც რამდენი გიდათ რაღაცა 9 მილიონამდე ხე გვაქვს დარგული. დავიწყეთ კვლევები, ჩავთეთ ჩვენი მეცნიერები.
ორნიტოლოგები, ბიოლოგები, ბოტანიკოსები და ყველა ვისაც კი გარემოსთან აქვს შეხება. კვლევა და მერე მისი პროექტირება. მე მინდა თამამად თქვა და მადლობა უთხრა ჩემ ქვეყნის ამ დიდებულ ხალხს, მეცნიერებს, ვის ესეთი გენიოსები ყავს და არ ვიცით იმათი ფასი. და აი ხ დავინახე მე, ვინ არიან ეს ხალხი. რამდენად კეთილსინდისიანები და რამდენად განათლებულები და რამდენად ერუდირებული ხალხია. დაგვიდგენ გვერდში და გაკეთა უნიკალური პროექტი. 45 ჯიშის სცენარი ირგვება. ბუჩქოვანი, მაღალტანიანი, ფოთლოვანი, მწვანე, მარაწვანე თუ რაღაცა. მაგრამ ბატონო თემურ, მე მინდა ხაზი გაუსვათ ერთ გარემოებას. ჩვენი არხი მონადირეების არხი არის და მონადირეები ინტერესდები არის, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ადგილი მონადირეებისთვის. მე ჩემი ბავშვობა ვერაზე ვცხოვრობდი ხოშტარიას. დიახ. და პატარობიდანვე ვნადირობდი. ამოვიდოდი ფეხით. ამოვიდოდი მთაზე აქ, მივყვებოდი და ჩავდიოდი კუსტვაზე ან კუჯორში გადავდიოდი. ვნადირობდი ტყის ხათანზე და ვნადირობდი კაკაბზე. ეს მთა არის გადამფრენი ფრინველების არეალი, ზოლი. აქ გვაქვს ერთი ჯიხური, საიდანაც ათვალიერებენ ორნიტოლოგები. და ვერ წარმოიდგეთ იმდენი ჯიშის გარეული ფრინველი გადადის ამ მთაზე. ყველგან იყო კაკაბი და ხეობებში ხოხობი, სულ ყველგან. აი ბოლო წლებამდე რა 90-იანამდე ალბათ, იმიტომ რომ ყველგან დავდიოდი მე და ვნადირობდი, ძაღლებს ვეშავდით და მე არ მაქვს საუბარი კურდღელზე და რაღაც. ამ ტერიტორიაზე თქვენ აპირებთ კიდევ გამრავლებასაც, ხო? ამ ფრინველებისა. კაკაბზე არის ლაპარაკი? ჩვენ მოგახსენებთ, ახლა მივალთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ფრინველები არის და მისი გამრავლება აქ და გაშვება ველურ ბუნებაში არის ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. შარშან გავუშვით კაკაბიც და ხოხობიც. ვოლიერში ვამწყობთ. 2-3 კვირა ხვალს ეს ფრინველები, ეს კაკაბი იქნება თუ ხოხობი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა კიდევ. იმ კონკრეტულ ადგილზე სადაც აპირებთ გასვლა. სადაც უნდა გავუშვათ, ვკვებავთ ამათ. ისინი უკვე თავის ტვინში ამას აფიქსირებენ, სად იმყოფებიან. ჭამენ, სვავენ, ყველაფერს ვნახავთ კიდევაც ამას ჩვენ. და მოვზაინ. აი ნახე, საღდღომო ჯეჯილი მოუტანე ამათ. დღესასწაულია ამათაც, ხო? აღდგომის დღესასწაულები მიულოც. და ეს ყველა უკვე მზად არის იმისათვის, რომ დაიწყონ გამრავლება ფაქტიურად. კი, ეხლა მე მგონი, ეხლა შეიძლება ჩვენ ვნახოთ სადღაც კიდევაც კვერცხები. მონიშნული არ ბიჭებს. დიახ. სადღაც აქ დადებული კვერცხები. მე თუ ვიპოვეთ ხოლმე და არ ვიცი. სადღაც აქ დადებული ვიცი. ნახე, რამდენი ქვიშა შავენ. უნდა მოუტარო ახლა ერთი რამდენი მეშობი. ბატარები. მე მახსოვს თქვენ მითხარით, რომ კაკბები, რომლებიც გარეთ გამოდიან, ხოხბებს იზიდავენ. და ამათმა მოიზიდეს ხოხბები. ხო, პერიოდულად ჩდებიან ხოხბებიც, ესე იგი არა? ამათმა მოიზიდეს და მოდიან. ხო, ეხლა დედლები დაждენ უკვე აღარ ჩანან, ბუდეზე ზიან და მამლები ყოველ საღამოს დილას აქ არიან. აი ეს არის გასახსნელი. მე აქ აი ხედავ იმას რა ქვია. ხო. აი ეს აიწევა და აი ეს ჩალებიც მითო გვიწყვია, რომ ეს არის როგორც ტრამპლინი მაგათვის. აქ მოდიან და გადიან გარეთ რა. და მე მახსოვს თქვენ კადრს მიღმა მითხარით, რომ უკვე ტურამ რამოდენიმეს გაკრა კბილი, ხო? ერთი ცალი ვნახეთ. სხვა არ ვიცი, ახლა ვერ დაითვლი, შეიძლება ისე წაიღოს, მაგრამ ერთი ცალი აქ იყო. მე მგონი ტურომ კი არა, ტურა აქ ვერ მოდის, ძაღლი გვიბია, ძალიან კაი ძაღლი. მიმინო. ალბათ უფრო მიმინო შევარდენი, აი დაცებელი ფრინველი. ეხლა ამდენ იმას რომ დაინახავს, კაკაბს რას იზავს მითხარი? მაგათი საჭირო პატარა არის. ეს არის გადახურული, შეფუთული, რომ გარე სამყაროდან სტრესი არ კონდეს, ძაღლია, ადამიანია თუ რაღაცები. ვაკეთებთ სახურავს ეს ნაწილს ახსნაც და რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენ ამას ხსნით და უშვებთ ძალდაუტანებლად. ის თვითონ უნდა ამოფრინდეს. წავიდეს და რას აკეთებს? იმან იცის სად არის და იწყებს მის გარშემო
მატერიალს. ანუ ადაპტირებას ნელა ეგუება ამ სამყაროს. ეძებს საკვებს და ნელა გადადის ხენოლური საკვებიდან გადადის ბუნებრივ საკვებზე. გამომიწვია ორი კაკაბი. არ შორდება იქაურობა. მაგრამ უფრო საინტერესო რა არის, იცი? ამათმა მოიზიდეს ხოხბები. რა ერთი კვირის უკან გამოჩნდა 2 დედალ-მამალი, მერე მოვიდა 3. მერე მოვიდა ცალკე მამლები და ქონდა ჩხუბი დავიდა რაბა. კაკაბი და თუ ხოხობი თუ ესეთ ალიანსში იყო არ მეგონა, მაგრამ ისინი მიხვდნენ რომ რაღაცა კაი რამე ხდება, საკვები ბაზარი ესე იგი. სიმშვიდე არა. დაუდგით ამათ გარეთკენ საკვებურები და სარწყულები რა. უნდა ნახო რა. მოდიან რომ ხოხები უკვე გაველურებულები არიან. მე ვფიქრობ რომ აქ დაბადებულები არიან რა. და იმ მაგენი ხომ იკვებებოდნენ საიდან საჩხერიდან წამოვიყვანათ ეს ჭორვილიდან. მიჩოულებიან საკვებურებში ჭამას, იქიდან დალევას წყლისას. ნახეს თუ არა იმ წუთში მიდიან ჭამას რომ გავლენ. ეხლა როგორი პროგრამა გვაქვს? ჩვენ ეხლა ამას დავიწყეთ ერთ კვირაში გაშვებას, ნელა, მაგრამ ნაწილს ვტოვებთ ამ ვოლიერში. რომ შორს არ წავიდნენ. გამოძახილი ჰქონდეს და მოვიდნენ და ნელა წავლენ და რაღაც პერიოდის შემდეგ ამასაც გაუშვებთ. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ისინი შორს არ წავლენ, მაგრამ როგორც კი ბუდობას დაიწყებდნენ მომავალ და როგორც ისინი იწყებენ გაფართოებას და გაველურებას ყველაფერს. ეს მოედება მთელ თაცმინდის თაცმინას. და აქედან გადადის კოჯორში იმაზე ჩვეულებრივ დაიწყებს გავრცელებას გადავა და ასე რომ ეს როგორც აღკვეთილი და ნაგრძალი ისე იქნება საბუდარი. მშვენიერი. რაღაც პერიოდის ეს გაგრძელდება 3-დან 5 წლამდე. როცა უკვე ეს გაჯერდება ყველაფერი რა. ჩვენ ხო გავუშვით კიდევაც სხვაგანაც გავუშვით ახლო-მახლო ხოხბები და რაღაც კაკბებიც რა. და რაღაც პერიოდის შემდეგ თამამად შეიძლება ნადირობა სხვა ახლო-მახლო ტერიტორიებზე. ეს იქნება როგორც საშენი. გასაგებია. ანუ ამ ტერიტორიაზე არ შეიძლება ნადირობა. ორი აზრი არ არის, მაგრამ მიმდებარე ახლო ტერიტორიებზე ნება დაირჩება მერე უკვე. მაგრამ ახლა თქვენ თქვით ძალიან საინტერესო რამე დაცემლებს. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. მოკლედ, მარლენ, მოდი გავიაროთ ახლა დაცემლების საკითხი, რა ხდება, რა ამბავი არის აქ. და მე გადავიდეთ ფრინველებზე, რა ტექნოლოგია ხდება, როგორც არის ყველაფერი. ესე იგი, მსგავსი რაოდენობის ტურა და მელა მე არ მეგულება არსად. და ეს გამოწვეულია იმიტომ, რომ აგერ ქალაქი გვაქვს, იქით სოფლები გვაქვს, ერთადერთი ადგილი არის თავშესაფარი, სანაგვეები, დასახლებული პუნქტები, რაც იმათ უყვარს. იმდენად გათავხედებული არიან, ერთი კვირის უკან მოვიდა და ხელიდან ჭამა ტურამ. წარმოგიდგენია თქვენ? ნახევარი საათი არ წასულა ჩვენგან, სანამ არ გაძღა უკაცრავათა ვარ. აუარებელი რაოდენობით არის მელა და ტურა, მაგათ არავინ არ აფრთხობს. არავინ არ არჩის, მაგრამ მე რაც ვნახე და არის კიდე ბიჭება დააფიქსიროს ჩვენმა თანამშრომლებმა, ხო ისინი გავენ ხევს და სხვადასხვა ადგილებში უწევთ მუშაობა. ზოგი არის გაქუცული. ეს სიმპტომია იმის რომ დაავადების მატარებლები არიან ესენი. კიდე რა დაავადებას აიკიდებენ ღმერთმა უწყის. და ეს ყველაფერი მე გავრცელდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ არიან ძაღლებიც თან აქვთ კონტაქტი, ბევრი ჯვარდება კიდევაც და ჩადის ქალაქში. თვითონაც ესენი ჩადიან, ასე რომ ძალიან დიდი საშიშროება არის. საშიშროება არის განსაკუთრებით ცოფის. იმიტომ რომ გუშინ წინ დავითვალე დაახლოებით 1000 კაცი ვინც გაიარა ამ ბილიკებზე. წარმოგიდგენიათ ეს ამხელა რაოდენობა არის და ვიღაცა ძაღლის ტურა მოვიდეს დამშეული იქნება თუ ავამტყოფი და დაგპინოს ეს ხალხი. მინდა დავაყენო საკითხი ამათი ამოღების. აქ გვინდა ჩვენ ნებართვა გარემოს დაცვა და გვინდა ქალაქის სათანადო სამსახური. არსებობს ეგეთი საფარკო ნადირობები ევროპაში, რომელიც თითქმის ქალაქში და ესე დასახლებულ პუნქტებში კეთება და ალბათ იმ მეთოდით მოგვიწევს ამის ჩატარება. თან მით უმეტეს სამინისტროში არის უკვე მშვენიერი ორგანიზაცია ველური ბუნების სააგენტო,
ალბათ მისი თავოსნობით და ქალაქის მერიის სათანადო სამსახურთან შედარებით ფიქრობ, რომ მოხდეს ამათი რეგულირება ყოველწლიურად და არის ესეთი რაღაცა იმ პერიოდში, როცა ეს ნადირობები ტარდება, ცხადდება სოციალურ ქსელებში, ტელევიზორში თუ სადღაც ამ და ამ ადგილზე, ამ და ამ ლოკაციაში მიმდინარეობს ესეთი ღონისძიება, იკეტება ფეხით მოსიარულეებისთვის და ტურისტებისთვის, ფინიშნები კეთება სათანადო და ამის გარდა არის მეთოდები, როგორ უნდა მოვიპოვოთ უსაფრთხოდ ეს ნადირი. ოჩაღი რა გოგო ენოცვალე მაშინ ხალხის საქმე მესამე დღეა უკვე ესე მაზარდებს მესამე დღეა ფულს არ მიხდის ბატონი თემური და უფასოდ იყენებს ჩემს შრომით რესურსს მართლა ეგრე არის ბიჭებო აბა თქვენ რა საკეთებთ და გესიბრალებს ახლა ყველაფერს ბატონო თემურ ეს ფანჩატური რას ემსახურება ეს იქნება თავშეყრის ადგილი მოგზაურობის დროს მონადირე ხარ თუ არა მონადირე ხარ აი ხა მე შევამჩნიე რომ აი უკვე სტუმრები არიან უკვე მოძრაობს ხალხი ხო ჯერ არ არის მოწესრიგებული ბოლომდე და უკვე მოძრაობს ხალხი დაიხურება დასვენების ადგილით ამიდი მზია თუ დარია თუ ავდარია დაისვენებ შეიძლება ისაუბრო კიდევაც წყალგალიო მოსასვენებელი წერტილი ესე რა თქმა უნდა ეს ეპიცენტრი ამ ადგილის რა თუ ჩვენ აქ დავნერგავთ იმას რომ დაცემელზე ნადირობა მოვაწყოთ ხოლმე ყოველწლიურად როგორც იყო ადრე კომუნისტების დროს გაზაფხულზე აქ შევიყრიბებით ვინადირებთ მერე პურსად შევიჭამთ და გავერთობით ანუ პირველი და მეორე განყოფილება ერთადო ბატონმა თემურა დაუფლება გვაქვს ჩვენ არ დავემორჩი რა თქმა უნდა შენი ბავშვობის რაღაცა გარკვეული პერიოდი ვიცი რომ გატარებული გაქვს აქ სეირნობდით ხოლმე ძალიან ხშირად აწყდებოდი თუ არა რამე მსგავს ფაქტს რომ მაშინ ასეთი რაოდენობით იყო ტურა იცი რა მოდი პირდაპირ გეტყვი რა ტურას ძალიან ხშირად ვაწყდებოდი ისევე როგორც მელიას მაგრამ ჩემი და გასაკვირად აქ კაკაბს და ხოხობსაც ვაწყდებოდით. აქედან დაყოლებული წანისის შემაღლება რო არის, სადაც რეზიდენცია იყო ძველი პრეზიდენტის. აი მთებზე რო გადავდიოდით, ფეხ და ფეხ ძალიან ხშირად ხვდებოდა ტურა მელა და მაინც კაკაბი და ხოხობი. თუ იქნება იმისი წინაპირობა, რომ ტურამელას გავწმინდავთ, წარმოგიდგენია რამდენი ხოხობი და კაკაბი შეიძლება გამრავლდეს ამ მოცემულ ტერიტორიაზე. მე ბატონ თემურს ვუთხარი რომ მე მზად ვარ იმისათვის რომ ვემსახუროთ საქართველოს. მე თედო ვარ მუზეუმში. მინდა გითხრა. ძალიან კარგი. ძალიან აუცილებელი არის, როგორც ბატონმა თემურმა აღნიშნა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის პირველ რიგში სახიფათო და მეორე რიგში, როდესაც ადამიანი გეგმავს გაუშვას ხოხობი და კაკაბი. თან ამ რაოდენობის თუ წინასწარ ეს სადეზინფექციო ასე ვთქვათ სამუშაოები არ ჩავატარეთ აზრი არ ექნება ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo ჩვენი არხის მხარდამჭერები